სომხეთის ულამაზეს მიწაზე. ხმამაღლა, კაფიოდ და ყველას გასაგონად ვთქვათ, ჩვენ ქართული ეროვნული მოძრაობა არასოდეს არავის არც ერთი რჯულის მტერს არ დაუთმობთ საქართველოს საჯიჯგნად. ერთ-ერთ ლიტერატურულ წერილში ბატონი ზვიადი ბრძანებს. მე ლინგვისტებთან უკან დავიხევ, თუ კი მეტყვიან ორი ქართული სიტყვის ზუსტი შესაძლებელი თუ არსებობს მსოფლიოს რომელიმე ნაშიო. ეს სიტყვები გახლავთ. შენი ჭირიმე, შენ გენათვალე. ამ დროში ეს სიტყვები თქვენ გაგუძით. თქვენი ჭირიმე, თქვენ გენათვალე. მე მინდა გითხრათ, რომ მინდა გავიზიარო თქვენი ტკივილი ის რაც ჩვენ ერთად გადავიტანეთ, მაგრამ განსაკუთრებულად სამეგრელომ გადაიტანა მართლაც ის ყველა რთული პერიოდი. ბოლო პერიოდი მინდა აღნიშნო, რაც 9 წლის რეჟიმს ეხება, რაც თქვენ გამოიარეთ და რაც თქვენს კუთხეში ხდებოდა, ეს იყო, ნუ არ ვიცი, ჩვენ თბილისიდან ყველანაირად ვიდექით თქვენს ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, აქედან გამომდინარე დღევანდელ ეტაპზე განსაკუთრებით რაღაც პოლიტიკურ პრეტექსტებს ჩვენ ვერ უნდა გავუსვათ ხაზი. აქედან გამომდინარე მე ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. აქ არიან ადამიანები და ერთიანობები, რომელსაც საერთოდ წარსული და წარსულიდან მოდიან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს წარსულით მარტო არ შემოიფარგლება, მათ აქვს თავიანთი გეგმები, ეს იქნება საკოლმო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მაგალითად დაგეგმილი არის ამდენად წლებში წარენჯიხაში მემორიალის გახსნა, დაღუპული ბიჭების, შემდგომში ხსოვნის საღამოების ჩატარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 1988 წლიდან პოლიტიკაში არიან და რა თქმა უნდა პოლიტიკას ისინი ვერაულიდნენ ალბათ ვერც. ხელისუფლების ხარდაჭერას ხა მეთქო ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მაგრამ არიან აქ ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტურად დაპოლიტიკურები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იდენტური შეხედულება, ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება თანხმედრი ერთმანეთთან ყავს ერთი საერთო მტერი. და ხმამაღლა ვაცხადებ, მტერი, რომელიც ებრძვის მამულს და სარწმუნოებას, ასევე ჩვენს ღირსებით იდენტობას, ჩვენს მამულშვილ იდენტობას და ნებისმიერ მმართველობას საერთოდ ქართულ სახიერებას და ქართულ სულიერებას თავისთავადია ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები, ქართული ოცნების აზრი და მიმართება პოლიტიკური მიზნები ერთ-ერთი შემთხვევა პირდაპირ რა თქმა უნდა ეროვნულების მიზანს და მიმართებას აქედან გამომდინარე ჩვენ ერთად დავდგებით, ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს მივაღწევთ.